ჰაერის ხარისხს გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში 5 ასეთი ავტომატური ჯიხურის საშუალებით აკვირდება. ყაზბეგის გამზირზე, წერეთელზე, აღმაშენებლის გამზირზე, ბარკეთილში და მარშალ გელოვანზე სააგენტო 5 დამაბინძურებელს ამოწმებს. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები სააგენტოს მიერ ონლაინ ვებგვერდზე ქვეყნდება. თბილისში ყველაზე ხშირად დასაშვებ ნორმას მტვრის კონცენტრაცია აჭარბებს. ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო წლებია ავტოტრანსპორტი, მშენებლობა და მრეწველობა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწვავის ხარისხის ნორმების შემოწმება 2018 წლიდან დაიწყო. სავალდებულო გახდა ავტოტრანსპორტის ტექნათვალიერება და ბოლო 1 წელია თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის შემოწმებაც დაიწყო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ბოლო წლის განმავლობაში 7610 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მათ შორის 3694 შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული. მარტო ტექინსპექტირება არ არის ჯადოქრობა და ჯადოსნური პროცესი. საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ეს ზომები არასაკმარისია. უნდა მოხდეს ავტოპარკის განახლების ხელშეწყობა, აიკრძალოს კატალიზატორების გაყიდვა და უფრო გამკაცრდეს საწვავის ხარისხის კონტროლი. მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები უნდა გავიხორციელებინა და განსაკუთრებით პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჩანაწერია უნდა გაგვეუმჯობესებინა ჰაერის ხარისხი და ეკოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ ჩვენ თუ გსურს ევროკავშირში გაწევრიანება ამ შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტები, როგორც საგზაო, ასევე ეკოლოგიური საფრთხოების სტანდარტები უნდა იყოს ამაღლებული. შესაბამისად, დაინერგა ავტომობილების ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან. აქ სახელმწიფო უნდა ყოფილიყო უფრო აქტიური, რომ მათი ცნობიერება ამაღლებულიყო, იმიტომ რომ ადამიანს უნდა აუხსნან, რომ შენ რომ ქუჩაში ბოლავ, წამლავ, განსაკუთრებით ბავშვებს, იმიტომ რომ მავნე ნივთიერებები კონცენტრირდება 1 მეტრის სიმაღლეზე. დღემდე კატალიზატორებს, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ კატალიზატორებს ხსნიან და აბარებენ. ჩვენი ბევრჯერ ქონდა მოთხოვნა, რომ ეს უნდა იყოს სიცხის სამართლის დანაშაული, ანუ უნდა მოხსნა მისი და ჩაბარება, უნდა იყოს კანონით აკრძალული. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი საწვავის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს ვებგვერდზე არდებს. ასევე მალავს ინფორმაციას თუ რომელი კომპანიები დააჯარიმა და კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა. წერილი, რომელიც დეპარტამენტმა 2024 წლის ივნისში მოგწერა, ვკითხულობთ, რომ მათ შეამოწმეს 7 ავტოსადგურიდან ჯამში დიზელის და ბენზინის 7 სინჯი, 3 ბენზინის და 4 დიზელის. კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ აკმაყოფილებდა დიზელის 4 სინჯიდან 3 სინჯი. კონკრეტულად კი 2 ნიმუში გოგირდის შემცველობა. საწვავის ხარისხთან დაკავშირებით მაინც გვაქვს კითხვები. დღემდე ჩვენ ვერ ვნახეთ, ესე ვთქვათ, აწყობილი მოდელი მონიტორინგის, ანუ სტრუქტურა, ვინ, როდის, რის მიხედვით, რა სიხშირით ამოწმებს საწვავის ხარისხს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი დაბინძურებული ჰაერის გამო იღუპება. საქართველოში კი არ ტარდება კვლევები, რამდენად უკავშირდება სასუნთქი გზების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფილტვის კიბო ჰაერის დაბინძურებას. სტუდია მონიტორმა დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც წერილობით მიმართა, იკვლევენ თუ არა ჰაერის გავლენას ჯანმრთელობაზე. გარემო ფაქტორების ზემოქმედება ჩვეულებრივ არ იწვევს მყისიერ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვება. განვითარებულ ქვეყნებში ამ მიმართულებით სისტემატურად ტარდება სპეციალური კვლევები და შეფასებები. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით ქვეყანას 2014 წლიდან 8 წელიწადში, 2022 წლიდან ჰაერში მძიმე მეტალების კონტროლი უნდა დაეწყო. სააგენტომ წერილობით გვიპასუხა. ეტაპობრივად დაიწყო მძიმე მეტალების, ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი და ბენზაპირენის შემცველობის განსაზღვრა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწლეულებს საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწლეული, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოგწერა, რომ დაიწყო მძიმე მეტალების, ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი, ბენზოპირენის შემცველობის განსაზღვრა. თუმცა ეს მონაცემები ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვეთ და ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებებით ეს შედეგები უკვე უნდა იყოს საიტზე და რატომ ხდება ასე? სამწუხაროდ გარემოს ეროვნული სააგენტო ძალიან ბევრ ინფორმაციას არ აქვეყნებს და ეს პრაქტიკა ინფორმაციის არ გავრცელების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის და ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინტერვიუზე უარი გვითხრა, კითხვებზე ნაწილობრივ წერილობით გვიპასუხა და მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მათ კომისიას არანაირი მსჯელობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არ ჰქონიათ. რატო ქვია გარემოს დაცვა? სიმართლე გითხრათ, მე ცოტა გარემოს დაცვის საკითხები პრაქტიკულად არ ვსაუბრობ. რატო ქვია დაავადება და კონტროლის ცენტრი? ვნახოთ დაავადება, რატო იზრდება, შევისწავლო მიზეზები და ვეცადო მივცე რეკომენდაციები. თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, რა ნაბიჯებს გადადგამთ? არსებულ სტანდარტებს დავიცავთ. თქვენი გუნდი, თქვენც მათ შორის, რა შეცვლით, რას გააკეთებდით აი ამ კუთხით? პირველ რიგში მინდა არსებული სამინისტროსი, რომელიც მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე გარემოს დაცვას, გაერთიანების დაშლა. განცალკევება, რომ მეტი საშუალება გქონოდა გაკონტროლების. სპეციალისტები იქნებოდა აუცილებელი, ხარისხობრივი კონტროლი რომ იყოს. მაგალითად, ტრანსპორტი, ხო, ეს გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემა გვაქვს. მე მესმის, რომ ერია რაღაცა გამოსავალს ეძებს, მაგრამ პირველ რიგში, რადგანაც არ გამოვიდა ის ვარიანტი, როდესაც საჭირო იყო ტრამვაის გაკეთება, მაშინ მიწისქვეშა ტრანსპორტს განვავითარებდით. თუნდაც რუსთავი-თბილისის შემაერთებელი მეტროს ხაზი ძალიან განტვირთავდა და მესამე და ძალიან მარტივი, რაც შეიძლება რომ დღესვე გაკეთდეს, მარტივია, რომ თვითონ მშენებლობის დროს აი ქვის ჭრა რომ ხდება, აი ჭრა, ნგრევა, ეს ყველაფერი ხდება მშრალი მეთოდით. ეს რომ განხორციელდეს სველი მეთოდით, რაც შემდგომში არ გამოიწვევს ამ ტვრის მყარი ნაწილაკების გამფრქვევას საერში, ხომ? იქნებოდა ძალიან კარგი, რაც დღეს ყველგან ევროპასა და ამერიკაში და ყველა წარმატებულ ქვეყანაში ხდება. იმიტომ რომ ისეთი მშენებლობებია და ისეთი მტვერი დგას ქალაქში, რომ ეს არის წარმოუდგენელი.